გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები 4-ზე. მე სოსოელისაშვილი ვარ, თქვენთვის მუშაობას პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს. თელავში სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე ათობით მძიმე ტექნიკა ამობილიზებული, რის მეშვეობითაც ჩახარგელი გზები იწმინდება. მძიმე ტექნიკის დახმარებით დროებითი ნაპირდამცავი კალაპოტიცაა მოწყობილი. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, ვითარებას ადგილზე ინფრასტრუქტურის რეგიონული განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გაეცნენ. თელავში სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილმა საგანგებო შტაბმა გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გამართა. შტაბი უკვე მეორედ შეიკრიბა, სადაც სალიკვიდაციო სამუშაოების კონკრეტული ეტაპები დაიგეგმა. გადავღებელი წვიმის შედეგად ღამით თელავის ხევი ადიდდა მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც ქვაღორღი მოყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი დაანგრია. რამდენიმე მონაკვეთზე კი წყალმა ასფალტი წაიღო. შედეგად თელავში დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, დაიტყვრა საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული და საჯარო შენობები, დაზიანდა ავტომობილებიც. ქალაქის ნაწილს ჯერ კიდევ არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აერი. არის სერიოზულად დაზიანებული ცენტრალური ქუჩა. დღეს ახლა ამ წუთებში მობილიზებულია ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, ყველა სამინისტრო ჩართული არის. მე აქ ვიმყოფები ბატონ კახაგულედანთან ერთად და დავით სონყულაშვილთან ერთად, ცხადია დელეგატებთან ერთად, პარლამენტის წევრებთან ერთად და გუბერნატორთან ერთად. ყველანი მობილიზებული ვართ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას ის რაც ახლა ჩვენ თელავში, რასაც ყველანი ერთად უყურებთ და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ქალაქი ჩვეულ რიტმს. რაც შეეხება სამომავლოდ, ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს და ყველა პრევენციული ზომა იქნება გატარებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მინიმიზირებული იყოს სტიქიის შედეგები თუ ის კიდევ გამეორდება. საკმაოდ დიდი არის ზიანი, რაც პირველად დათვალიერებით ჩანს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის რეაგირება, რასაც სახელმწიფო აკეთებს შესაბამისად. ყველა სამინისტროები ჩართულები არიან იმისთვის, რომ მაქსიმალურად უმოკლეს ვადაში იყოს ზიანი შეფასებულის დათვლით და აღმოფხვრილით შესაბამისად. საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების აღდგენითი ღონისძიებები. თავისთავად ცხადია, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც იქნება შეფასებული ზიანი და მნიშვნელოვანია პირველ რიგში ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც დაზიანებული არის, დროულად იყოს აღდგენილი, რადგან ქალაქმა შეძლოს ჩვეულებრივ აქტიურ რეჟიმში ცხოვრების გაგრძელება. დავიწყეთ შესაბამისი ობიექტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, შემდგომში შეიქმნა კიდევ დამატებითი საფრთხის საშიშროება აგრარული ბაზრის მიმდებარედ. იქაც დავიწყეთ მოსახლეობისა და მოქალაქეების ევაკუაცია, დაკეტილია უსაფრთხოების მიზნით გზაჯვარედინები, სამაშველო სამსახურები, შესაბამისი ყველა უწყება მობილიზებულია და როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, დავიწყებთ მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ზარალი იქნება დიდი, მაგრამ სანამ მდინარე არ დაიკლებს და არ დავიწყებთ შეფასებას კონკრეტულად დაზიანებული ინფრასტრუქტურის მანამდე დაზუსტებით თქმა ამის შეუძლებელია. სტიქია მართლაც უპრეცედენტო მასშტაბის არის. პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ მსხვერპლი ადამიანური არ არის, მაგრამ ძალიან სერიოზულად არის დაზიანებული საქალაქო ინფრასტრუქტურა. თავარი არის, რომ ოპერატიულად დაიწყო მუშაობა შესაბამისმა ყველა სამსახურმა, შექმნილია ოპერატიული შტაბი, როცა ზარალი შეფასდება, შესაბამისი ექსპერტიზები გაკეთდება უკვე მასშტაბურად რა, როგორ და რანაირად უნდა განხორციელდეს სამუშაოები, რომ სტიქიის შედეგები სრულად იყოს ლიკვიდირებული და აღმოფხვრილი. სამართალდამცველებმა სხვადასხვა დროს ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს. დაკავებულთაგან 3 წარსულში ნასამართლებია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან. გამოძიების ცნობით არასრულწლოვანებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით თბილისში მდებარე სააფთი ეკო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი ბრალდებული კი მოქალაქეთა კუთვნილ მოპედებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 14,000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგა. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ეგვიპტის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავა 4 კილოგრამი მარიხუანა ნივთმტკიცება და ამოღებული. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ამჟამად დაკავებული სასჯელ აღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ, რომელიც მეუღლემ ძალადობაში დაადანაშაულა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა და მეუღლისა და კონკრეტული მედია საშუალების წინააღმდეგ ცილის წამებისთვის სამართლებრივ დავას იწყებს. სიგუას ადვოკატის თევანა გვაზავას განცხადებით, საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ რეალური მტკიცებულებები არ არსებობს. ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსანმა თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. მიოსე სიგუამ ნებაყოფლობით დატოვა ამ ეტაპისათვის დროებით, ვინაიდან ველოდებით შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული სახის ეჭვები, რომ შესაძლოა სამსახურებრივი თანამდებობა გამოყენებულიყო და ხელი შეშლოდა გამოძიების მიმდინარეობას, საკუთარი ნებასრული დატოვა დაკავებული თანამდებობა, რათა ხელი შეუწყოთ ობიექტური გამოძიების მიმდინარეობას და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე პავლობის დღესასწაულს აღნიშნავს. თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ წირვა აღავლინა. მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართა. მემოდადებო, როგორც პეტრე მოციქულს უნდა მიუბაძოთ, ვეცადოთ და წმინდა პავლე მოციქულსაც უნდა მიუბაძოთ, აი წმინდა ჯვრის აი ამ სიყვარულში და ასევე შევიგრძნოთ ჯვარი უფლისა და ვეცადოთ, რომ არც ერთი დღე ჩვენ ცხოვრებაში არ გადიოდეს ქრისტეს ჯვრის გახსენებისა, მისი მნიშვნელობის გააზრების შესახებ და პირჯვრის გადასახვის გარეშე. და არ დაგვავიწყდეს პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვები, რომ ჯულის აღსრულება სიყვარულშია. და თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, თუ ვეცდებით ასე ვიცხოვროთ, მაშინ ჩვენს გულებშიც გამოისახება ქრისტეს ჯვარი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ წმინდათა მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს ლოცვით. ღმერთმა აკურთხოს, გააძლიეროს, გაახაროს ეს წმინდა ტაძარი, ამ ტაძრის მამები, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილი, თქვენ ძვირფასო ძმებო და დებო და ღმერთმა წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ლოცვით გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ. პოეტ არიელ ჭანტურიას გარდაცვალებას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გამოეხმაურა. უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ აღნიშნა, რომ ჭანტურია საკუთარი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედებით ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს. სახელოვან პოეტსა და კეთილშობილ პიროვნებას ტარიელ ჭანტურიას ეთხოვება ჩვენი საზოგადოება. მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს. იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიმადლოს მშვიდობა და ძალა მისთვის ლოცვისა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, გლდანის რაიონის დელეგატი პარლამენტში ლადო ბოჟაძე და საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე გლდანის რაიონში წყალსადენის ქუჩაზე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. მათ ადგილზე არსებული საჭიროებები შეისწავლეს და განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ მისამართზე აფხაზეთის მომსახურების სააგენტოს ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განახლდა და დამონტაჟდა ლიფტები, რაც დევნილი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
დღეს გლდანის რაიონში შევხვდით დევნილ მოსახლეობას კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც უკვე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავათვალიერეთ და რა თქმა უნდა საომავლო გეგმები დავსახეთ, აქვე განვიხილეთ მათი სხვადასხვა გამოწვევები და აფხაზეთის მთავრობა ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. ქართულობა აქტიურად შევხვდით დევნილებს, ჩვენი პირობა შევასრულეთ მათ, დაუმოწადეთ სრულიად ახალი კომფორტული ლიფტი. თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ მოვიცეთ მათ შორის ის საჭიროებები, პრობლემები, რაც აქვს დევნილებს და რამოდენიმე საკითხზე დღესვე იქნა გადაწყვეტილება მიღებული და თავმჯდომარის დავალების შესაბამისად შესაბამისი უწყებები უახლოეს პერიოდში დაიწყება კონკრეტული საკითხების მოგვარებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთის მთავრობის სტუმრობა ჩვენთვის, რადგან ჩვენც მადლიერები ვართ, რაც ჩვენთან გააკეთეს, ლიფტი დაგვიმონტაჟეს, ბევრი რამე კაი გაგვიკეთეს და კიდე ახალი მოლოდინები გვაქვს, რომ ახლა კიდე სხვადასხვა საქმეებში დაგვეხმარებიან და გულს გაგვიხარებენ. ჭიდაობის ამერიკული ტურნირი რაფი, რომელსაც ისტორიაში პირველად თბილისმა უმასპინძლა, ქართველი სპორტსმენების ტრიუმფით დასრულდა. ღონისძიების მთავარი ბრძოლა მერაბ დვალიშვილსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ჰენრი სეხუდოს შორის გაიმართა, რომელშიც ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა. რაფ ჯორჯიას გამარჯვებულები ქართველი სპორტსმენები გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც გახდნენ. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძეც დაესწრო. რეალ ამერიკან ფრისტაილის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად გაიმართა. ტურნირში მსოფლიოს საუკეთესო 24 სპორტსმენი მონაწილეობდა. ულოცავს სრულიად საქართველოს რაფის უნიშნულოვანესი ღონისძიების ასე წარმატებულად დასრულებას. მინდა მიულოცო და მადლობა გადაუხადო თითოეულ სპორტსმენს, რომლებმაც იასპარეზეს და საქართველოს სახელით გაიმარჯვეს. ულოცავ მერაბ დვალიშვილს ასე წარმატებულ ასპარეზობას და მადლობას ვუხდი მას იმ ემოციებისთვის, რაც მან აჩუქა ქართულ გულშემატკივარს. ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ქვეყნის ხელისუფლების პოზიციით ნაოსნობა შემდგომ გადაწყვეტილებამდე აიკრძალა. სტრატეგიული საწყლოსნო გზის დაბლოკვის მოტივად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო საზღვაო ძალებმა სრუტეში რამდენიმე გემის მიერ დადგენილი მარშრუტის დარღვევა დაასახელა, რის გამოც ირანმა ფრთოსანი რაკეტები გამოიყენა. იერიშისას კონტეინერ მზის ცეცხლი მოედო. ფაქტი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ოპერაციების სამმართველომაც დაადასტურა. ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა წერს. პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰეგზეტის თქმით, ირანმა არასწორი არჩევანი გააკეთა და ახლა მათ ამისთვის საფასურის გადახდა მოუწევთ. ირანული მხარის პოზიციით კი ჰორმუზის სრუტე შემდგომ შეტყობინებამდე და რეგიონში ამერიკის ინტერვენციის შეწყვეტამდე ჩაკეტილი იქნება. CNN-მა თანამგზავრული ფოტოები გაავრცელა, რომლებიც ირანის ბირთვული ობიექტების აღდგენის ნიშნებზე მიუთითებს. პარჩინის რაიონის ფოტოებზე, სადაც შესაძლოა ბირთვული იარაღის შესაქმნელად ასაფეთქებელი მასალები ინახებოდეს, დარტყმების შედეგად გაჩენილ ორმოებზე დროებითი საფარები და სამშენებლო სამუშაოებია დაფიქსირებული. აქტივობა ასევე შეამჩნიეს პიკექსის მთის რაიონში, სადაც სპეციალისტების შეფასებით ირანი მიწისქვეშა ბირთვულ ინფრასტრუქტურას ავითარებს. ახალ ფოტოებზე ჩანს სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც გვირაბების გავლით გადაადგილდებიან. გარდა ამისა, თანამგზავრულ ფოტოებზე აღდგენითი სამუშაოები ირანის რამდენიმე სარაკეტო და ავიაბაზაზე ჩანს. Torontoში salsas ფესტივალზე სროლის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. კანადის სამქალაქის პოლიციამ პირველი შეტყობინებების სროლის შესახებ ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 9:12 წუთზე მიიღო. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 6 ადამიანი იპოვეს. მათივე განცხადებით 2 ადამიანი ადგილზევე დაღუპულად გამოცხადდა. ინციდენტის დროს ფესტივალზე სავარაუდოდ 13,000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორ მხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარით შეძრწუნებულია და თანაგრძნობა გამოუცხადა იმ ოჯახებს, რომლებიც გლოვობენ საყვარელ ადამიანებს, მათ, ვინც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება და ყველას, ვისაც ეს საშინელი ტრაგედია შეეხო. ეს იყო ახალი ამბები 4-ზე, მე ამით გემშვიდობებით, თქვენ კი წინ ზუსტად 7-ზე და 10 გვასალიას კვირის პოსტი გელოდებათ. ნახვამდის.